მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მე მივდივარ სამსახურში და ვინაიდან და რადგანაც დღეს არის 25 მარტი და 25 მარტი ოფიციალურად საბერძნეთში არის დასვენების დღე, იმიტომ რომ არის საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე და ტარდება ეგრეთ წოდებული მარში და გმირებს პატივს აგებენ და მთელი ამბები, არის ოფიციალურად დასვენება. არაფერი არ მუშაობს. შესაბამისად, ბუზის გაფრენაც ისმის გარეთ რო გამოდიხარ. რატონია მინახეთ რა სოღოლები არიან. რაში გავხართ? უთუნიება. ხო და მე მივდივარ სამსახურში. იმიტომ მე არ ვისვენებ ესეთ დღეებში, მუშაობ. ვასაუსმე დიდიან პატარიანად სულ მე არ მისაუსმია და ეხა მივდივარ რომ იქნებ სადმე შევძლო ყავის ყიდვა. სადმე იქნებ იყოს ღიად. და მე გავეშორეთ სამსახურში დღეს ღრუბლიანი ამინდია გამოცხადებული. წვიმა არაო და იმედია არ იწვიმებს, რადგან ქოლგარ წამომიღია. რომ მოვბრუნდები სახლში, მე უნდა წაიღონის ტორტი, რაც წუხელ მოვამზადე. და მეორე ტორტის გაკეთება უნდა დავიწყო, რომელიც ხვალ აქვს წასაღები. მოკლედ ესე გადარბენების დღე მაქვს, როგორც ყოველთვის. ღმერთო ჩემო, გული რო შეგიტყდათ, კაცი არა წამოყენებ, კაცი არა რომ წამოკაყენოს. Oh my god. ესეთი ამბები გვაქვს. ჩავიცი ახლა შავი სპორტული შარვალი და ძრება. აშკარად ძალიან მოკლებული ვარ იმ ვირუსის შემდეგ. ძალიან აშკარად მეტყობა ტანზე. და სხვა შარვლები არ ვჭი. რაც არ გამისინჯი ამ პერიოდში, მე ძირითადად სახში ელასტიკები მაცა, კარგად გემრიელად ვიყენებ ელასტიკებს. ყველაზე კომფორტულია მე მგონი. გარეთ არ ვიცი მე რაღაცატო. რა ვიცი. გარეთ არ დავდივარ ელასტიკებით. მაინც მე ხამუშებასავით, არ ვიცი. ანუ განარამე ყველამ კარგად მოიხმაროს, ვინც იყენებს და ვინც დადის გარეთ ელასტიკებს. უბრალოდ მე თვითონ ჩემი პირადი რაღაცა ისა მაქვს. ალბათ კომპლექსები გამოყოლილი, ვერ გეტყვით. თითქოს და მერიდება ელასტიკებით. ეხიცი. იქნება გადამერიდოს და დავიწყონ მაშინ ძალიან ისო მეცვას გრძელი შემოდან. აი მე რამდენი ფისუნიები ხარ თამდილი გარეთ და რასაყვალები. ჭიტები როგორ ჭიკჭიკებენ. წავედი ერთ სიტყვით მოვიძიო ყავა. Life is too short for bad coffee. მართალია ეს ადამიანი რა გინდა. ყავა მაინც მოვიძიე. არ წავედი ისე სამსახურში ყავის გარეშე. ცოტა ხანი დავჯდები ახლა და დავლე. მე გავუყვები გზას გაჩერებისკენ. ეგრეთ წოდებული ლეოფორო შიგრუფიქს. ნახეთ რა სიცარიელია. ხარი ჩვეულებრივი სიცარიელე აქ. ფაქტიურად არ მოძრაობს არაფერი, ესე ითქმის ამ ადგილზე. სამშაბათი დღეა. რას ნიშნავს ოფიციალური დასვენების დღე ქვეყანაში? ყველა ისვენებს. იმედია ავტობუსები იმუშავებს. მე ჩემი ყავით ვურთ. ყველაფერი გადაკეტილია სიგრუფიქსიდან. არ უშვებენ არანაირ ტრანსპორტს. მივდივარ ფეხით. ტრამი გამოგშვეს. ეტყობა ტრამი
სიგრუფის გაჩერებაზე გაჩერდება და მე ისე წავა ზღვისკენ ან პირიასკენ არ ვიცი. დაცარიელებულია ქუჩები. ხოდა მე მივდივარ ახლა მივეშურები ფეხით. მაგ ერთი 15 წუთი ზედმეტად თუ დამაგვიანდება კიდე არა უშავს. ისეთი დღეა რომ მივდივარ სამუშაოდ, მადლობა მითხრენ რა. მე რამდენი პოლიცია მოკლედ აღლუმისთვის აქვთ სრული მზადება დილიდან სამხედრო ტექნიკა არის იქეთ ლეოფოროს სიგრუზე, სახანძროები, პოლიცია თავისთავად და ნელ-ნელა ხალხიც ემზადება. მოდიან ეტლებით, ბავშვებით, დროშებით და ამბებით, რომ დაძგნენ, დაიკავონ ადგილები, წინა ადგილები და უყურონ აღლუმს. კარგი იქნებოდა. საინტერესო. ყველაფრის ცქერა. უნდა ვიმუშაოთ. მან დამირეკა დანიელა. სწორედ ზურამ დამირეკა და დანიელა დედა მიყვარხარ. და სკოგვალაკნა. ვითომ დიდი ხანი არ ვნახევა. თქვენც გეზარებათ ხოლმე სამსახურში წასვლა. რა მიდია იმნაირი. და რაღაცნაირი ამიდია. და რაღაცნაირი. ჰაი. ესეც მე. წავედი. მუშაობას წამოვედი სახლში ახლა მთელი დღის პირველი ნაწილის განმავლობაში იყო ეს აღლუმისთვის ვერტფრენების, სამაშველო თვითმფრინავების გადაფრენა, გადმოფრენა მთელი ამბები და მინდოდა გადაღება უბრალოდ არ მეცალა ფიზიკურად ვერ ავდიოდი ბოლო სართულზე რომ გადამეღო და ბოლო მომენტებში რამოდენიმე კადრი გადავიღე ინსტაგრამზე დავდე ისე ვერ გადავიღე ბლოგისთვის და საინტერესო სანახავი და საყურებელი იქნებოდა აღლუმი მოკლედ მიდივარ ახლა სახლში დღეს მე მგონი 5-6 ჯერ ველაპარაკე ჩემებს გამოსული რა ვარ, გული არ მithmes 1000 ჯერ ურეკავ, რამე ხوار უნდათ, თუ ჭამეს, თუ დალიეს, თუ ასე, თუ ისე. ეს დავიდეთ. ისუნია რა, ლამაზად ზიხარ. ისუნია. ფსიფსინა. მე რა ლამაზი ხარ. გიშტებ კატებზე უბრალოდ ვერ ვეფერები, ხო იცით? ალერგია მემართება. შეაცოტა. აქამდე მეყო ყავა. ამასი ჩიხებია. ათენში რაც მიყვარს და ზოგადად საბერძნეთში. რა მოყვება. ნამდვილად მიწებებული ფეხსაცმელზე? არა. ჩათაზე არის. ჩამოკიდებული და ის რა ჭყუნობს. ხო და ზოგადად საბერძნეთში და ათენში რაც მიყვარს ეს ლამაზი პატარა ქუჩები, ჩიხები. საინტერესო ძველი შენობებით.
ავეცით სახლის საკითხი მოკლედ. უნდა გავამზადო ტორტი. მარწყობი დამრჩა ზემოდან დასალაგებელი და ყუთში ჩასადები და მერე წაიღებენ და მერე სხვა ტორტი მაქვს გასამზადებელი. სახში დამავიწყდა გადაღება ესეც მზა ტორტი. ჩავდე უკვე ყუთში და ველოდები ახლა ტაქს რომ წაიღონ. დავახურავ თავსახურს, ღიას რო ვატნევდი არ გეგონოთ, ჩვეულებრივად თავსახური ეხურება. ხოდა შევბრუნდები ახლა და გავაგრძელებ მეორე ტორტის გაკეთებას. სუნი აქვს რაღაცა სწავლა. მაკიაჟის გაკეთების მასტერკლასი დანიელასგან. დანი, რას აკეთებ? დანიელა. შემოტრიალდი აბა დამენახე. არ წესი არა დამენახე რა. სულ რა მოშახედე. თითო რა მავნია. შენც გინდა? ხა. დანი მიეცი ახლა ევეკოს წაი. მაგას დიდი ფერი არა აქვს დედა, უბრალოდ ისე არის დამატენიანებელი ტუჩის. მიეცი ახლა ევეკო წაისმევს. მომესწრენ გოგოე. არა, შეგაკეთო. სურა შეხედე. ჩემი გოგოები. აი მე რა მაგარია. საკმარისია დე არ გინდა ამდენი. ყოჩა. დედიკო, კარგად დაგაქვს წასმული, აღარ გინდა მეტი.